ბატონო, თქვენ სახალხო დამცველი ბრძანდებოდით და თქვენი შეფასება რასაც ახლა ვიტყვი მე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩემთვისაც პირადად. ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველსაც ამასთან დაკავშირებით ზუსტად 3 თვის წინ, თუმცა ჯერ ოფიციალურად პასუხი არ მიგვიღი არაფერი. მე მქონდა საშუალება პირადადაც დამესვა ბატონი ლევანისთვის კითხვა, რომ თუ არ მოხდებოდა დაჩქარება თუნდაც ამ საკითხის შესწავლის, რადგან შეიძლება ხვალ მართლა დავიხუროთ, რეალურად ვდგევართ ამ საფრთხის წინაშე. დღემდე არ გვაქვს პასუხი. პირად საუბარში თქვა, როდესაც კითხვა დაუსვი, რომ მოკვლევა საკითხი საჭიროებს მოკვლევას. თუმცა ხელის გულზეა ყველაფერი. ჩვენ მივაწოდეთ ეს მასალა, რომ თვითონ პრემიერმა თქვა სატელევიზიო ეთერში, რომ გავიმეორებ კიდევ ზოგიერთ მედია საშუალებას გადაუნაწილეს ეს დავალიანება, ზოგს პატიობენ და ასე შემდეგ. რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახალხო დამცველმა? ჩვენთანაც არ მოსულან თვითონ ტელევიზიაში არაფერი შეუსწავლიათ ამ აპარატიდან. რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახალხო დამცველმა და რასთან გვაქვს საქმე? თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება. სახალხო დამცველი ვალდებულია ყველა კონკრეტული სავარაუდო დარღვევის ფაქტზე რეაგირება მოახდინოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მას შეუძლია განცხადების გავრცელება, მოწოდება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, შესწავლა კონკრეტული საკითხების, მათ შორის საკუთარი ინიციატივით, სულაც არ არის აუცილებელი მიმართვა და განცხადების წარდგენა, როდესაც მედიაში ინფორმაცია არსებობს, რომ არსებობს პრობლემა მედია საშუალებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს აქვს ეს პრემოსილება, რომელიც არაერთხელ ყოფილა გამოყენებული, ხო? მithumetes როცა ასეთი მკაფიო სიგნალები მოდის ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ზეწოლის არაერთი ფაქტია მანამდეც და ზოგადად ქვეყანაში და რა თქმა უნდა ეს დამოუკიდებულება აჩენს სერიოზულ კითხვებს, ხო, რამდენად არის ეფექტური, რამდენად რეალურად ასრულებს იმ ფუნქციას ინსტიტუტი, რასაც ის არის შექმნილი, რამდენად ის არის დამოუკიდებელი და ის რომ სწორედ მაშინ არის საჭირო რეაგირება, როცა პრობლემა სახეზეა და არა ერთი წლის შემდეგ, როდესაც წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს წლის განმავლობაში მომხდარი ესა თუ ის ფაქტი, ხო? მე ვფიქრობ, სახალხო დამცველი არ არის მხოლოდ დოკუმენტაციის და არქივის მომწესრიგებელი ორგანო, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმ რესურსებით და იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც მას გააჩნია, რომ მკაფიოდ თქვას ის სათქმელი და ჩაერიოს კონკრეტულად იმ სიტუაციებში, როდესაც პრაქტიკულად მედია არის უკვე სერიოზული პრობლემის და პრაქტიკულად გაჩერების წინაშე, ხო? ამიტომაც მისი გამოხმაურება და პროაქტიული მუშაობა არის, მე ვფიქრობ, იმის გარანტია, რომ მომავალშიც ნაკლებად იქნება მსგავსი ფაქტები ხელისუფლების მხრიდან. ის